არის თუ არ არის ენები მეგრული და სვანური? ეს საკითხი მეცნიერებაში თითქოს კარგახნის გარკვეულია. უნივერსიტეტებში სტუდენტებს ერთ მნიშვნელოვნად ასწავლიან, რომ ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური ქართველურ ენათა ოჯახს ქმნიან. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია სხვა მიდგომაც გამოჩნდა, რომელიც მეგრულსა და სვანურს ქართულის დიალექტებად განიხილავს. ამ ინტერპრეტაციის ავტორები იშველიებენ ენათმეცნიერების მიღმა არსებულ არგუმენტებსაც. დღევანდელ დიალოგში შევეცდებით მეტი სიცხადე შევიტანოთ საკითხში მათთვის, ვისაც ეს პრობლემა აინტერესებს ასევე არა მხოლოდ ლინგვისტური თვალსაზრისით. პირველი არხის სტუდიას სტუმრობენ პროფესორები ნინო დობორჯგინიძე და კახა გაბუნია. საღამოშიდების უცხოელი მაყურებლებო, 2011 წელს ჩვენ ვიწყებთ ვანახლებთ ჩვენს დიალოგს, ეს არის ჩვენი პირველი გადაცემა ამ წელს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს სტუმრებს, ბატონ კახა გაბუნიას, ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კაბტონ ნინო დობორჯგინიძეს, ის გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მცირე წინა ისტორია უნდა მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, წინა ისტორია ამ გადაცემის. მე ძალიან მინდა რომ ჩვენ გავაკეთებინა დებატები თუ არა, ყოველ შემთხვევაში შეგვეჯერებინა ცალ-ცალკე წარმოგვეჩინა შეგვეჯერებინა, სწორედ საპირისპირო მოსაზრებები ამ საკითხზე. სამწუხაროდ იმ ადამიანებისგან, ვინც წარმოადგენენ თქვენგან უპირატესად განსხვავებულ მოსაზრებებს, უარი მივიღეთ. ჩვენ ძალიან ვთხოვეთ ბატონ ტარიელ ფუტკარაძეს მობრძანებულიყო ჩვენთან ეთერში, რადგან ის საკითხი, რომელიც ჩვენ დავაფორმულეთ შესავალში, სწორედ მან დააყენა ეჭქვეშ თავის ორ თანამოაზრესთან ერთად, ბატონ თემურ განცელაძესთან, ქალბატონ მაანა ტაბიძესთან ერთად. მაგრამ სამივე მათგანისგან მივიღეთ უარი, თუმცა სხვა გზა არ არის, ჩვენ ხშირად მოგვიწევს მათი სახელის, მათი ნაშრომების, მათი აზრების თუ ციტატების ხსენება მოყვანა ჩვენს დღევანდელ გადაცემაში. დებატები არ გამოვა, მაგრამ ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ გამოგვია მკაფიო განმარტებითი საუბარი ამ თემაზე. მე ვთქვი, რომ ამ საკითხს აქვს ლინგვისტური და არა საინათმეცნიერო განზომილება, დავიწყოთ ლინგვისტური ასპექტებით. თუ კი შეიძლება ეჭქვეშ დადგეს ის, რომ სვანური და მეგრულ-ლაზური ეს არის ენები და ვამტკიცოთ, რომ ესენი არის დიალექტები, მაშინ საინტერესოა რა საინათმეცნიერო საფუძველს შეიძლება ეყრდნობოდეს ასეთი მტკიცება თქვენი აზრით. კალდონინო. დავიწყოთ იქიდან, რომ საერთო ქართველური ფუძემდებლისა და ქართველურ ენათა თეორია ეკუთვნის ქართული ენათმეცნიერების კორიფეებს, ბატონ აკაკი შანიძეს, ბატონ ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანს, შემდეგ გივი მაჭავარიანს, მანამდე იოსებ ყიფშიძეს, ალექსანდრე ცაგარელი მუშაობდნენ ამაზე. ეს არის სამეცნიერო მეთოდოლოგიით და სისტემატიკით ყველანაირად გამართული თეორია და როცა რომელიმე ენათმეცნიერი და განსაკუთრებით არაენათმეცნიერი იქნება ეს რომელიმე ინსტიტუცია პოლიტიკური, საეკლესიო, რელიგიური, ერთი სიტყვით ყველა, ვინც არ არის მეცნიერება, ყველა ვინც არ არის მეცნიერი, გადაწყვეტს, გადასინჯოს ესა თუ ის თეორია, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადასინჯოს ისევე სამეცნიერო მეთოდოლოგიით, ისევ და ისევ მეცნიერების ხელით, ხო? ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე და მათ შორის ნებისმიერ, თუნდაც მცდარ თეორიასაც აქვს არსებობის უფლება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, საკითხი ყოველთვის უნდა დარჩეს მეცნიერების სფეროში და ლინგვისტიკა ყველაზე ხშირად იქცევა ხოლმე სხვა დარგების, იქცევა უпростоრად სხვა დარგების, სხვა გარე ლინგვისტური ფაქტორების მანიპულირების საგნად. ეხლა საყოველთაო ყველა მიცის, რომ პოლიტიკური ლინგვისტიკა, პოლიტლინგვისტიკა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირში ყველაზე აპრობირებული მეთოდი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცნობილი მეცნიერების, ქართული მეცნიერების კორიფეების თეორიების გადასინჯვაში თქვათ, არაფერი არ არის შეუძლებელი, მაგრამ ეს გადასინჯვა უნდა მოხდეს მეცნიერებაში და უნდა იყოს ამისო სამეცნიერო საფუძველი. რასაც თქვენ ბრძანებთ, პირდაპირ არ ამბობთ, მაგრამ ლოგიკით ისე გამოდის, რომ თუ კი ასეთი გადასინჯვა არ მოხდა, მაშინ არც არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისთვის, რომ სვანური და მეგრულ-ლაზური ესენი არის დიალექტები და არა ენები. ყოველ შემთხვევაში, გარდა ერთადერთი არგუმენტისა, შიშის არგუმენტისა, ამ ახალი თეორიის, ახალი კლასიფიკაციის ავტორებს სხვა არაფერი შემოუთავაზებია. შიში იმის, რომ სვანური და მეგრული შეიძლება ენები იყოს? შიში იმისა, რომ თქმა, რომ სვანური და მეგრული ენებია,
ცუდ შედეგს მოიტანს. რაღაც უკვე პოლიტიკა. რა ჩენს ამ შიშს? მე მესმის უცნაური კითხვა იმას, ვისაც ეშინია. მაგრამ თუ კი ამის საშუალება არ არის საშუალება კითხო, მაშინ მივადევნოთ თვალი ამ ადამიანთა დისკურს, მტკიცებულებებს და იგივე აქედან ამოვიკითხოთ ეს შიში. თუ კი ეს მართლა შიშია. ბატონო კახა, რა თქმა უნდა. ახლა მოდით დავიწყოთ სწორედ იქიდან, რომ აი რაც აქვთ მათ არგუმენტი, ასე ვთქვათ, რასაც მე ნამდვილად ვერ უწოდებდი არგუმენტს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც არსებობს ახლა ახსენა გალბატონმა ნინომ, აი ეს მეთოდოლოგია, ეს არის ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერება, რომელსაც აქვს მოგეხსენება დიდი ხნის ისტორია, ახლა აღარ შეუდგები მაყურებლისთვის, რომელიც ახლა ამ ლინგვისტიკაში მაინც და მაინც შეხედული ნამდვილად არ არის აუცილებელი იყოს, უბრალოდ აი მარტივად ვთქვათ, რომ ენა არის მაშინ, ანუ ენებს შორის რაღაც გარკვეული ურთიერთობა, ენა და არა ენა და დიალექტი, მაშინ, როდესაც არსებობს კანონზომიერი რეგულარული ბგერად შესატყვისობა. ეს არის მიღებული. ახლა საქმე ის არის, რომ აი პირადად მე ყველა ფილოლოგები გვისმენენ, მათთვის ეს ანბანია შეიძლება. კი, და ახლა ვიცოდი, ეს აი მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, აი ცნობილი კაცი, კოჩი, ახლა აი ც შესატყვისობა, რომელიც არის ქართულსა და მეგრულ ლაზურს შორის. ახლა მე იმ მეცნიერებს განვეკუთვნები, რომლებიც მეგრულ ლაზურს ერთენად განიხილავენ და არა, ვთქვათ, თუმცა არიან ახლა მეცნიერები უარესად პატივსაცემი და თავიანთი არგუმენტაცია აქვთ, შეიძლება რაღაცას ნაწილს დავეთანხმოთ, ცალ-ცალკე ენებად განიხილავენ ლაზურსა და მეგრულს. არის ასეთი თვალსაზრისიც, ჩემთვის მაგალითად მეგრულ ლაზური არის ერთი ენა, ნუ მეორენაირად. კოლხურსაც უწოდებენ, ზანურს უწოდებდა არნოლდ ჩიქობავა მაგალითად და ნუ აი სამი ქართველური ენაა, ასე შეიძლება ვთქვათ, აი ამ მითი მინდა რომ გავაგრძელო ჩემი ვთქვათ მოკლე მიმოხილვა. საქმე ის არის რომ მათი არგუმენტია ერთ-ერთი რომელზედაც სხვათა შორის თავიდან როდესაც დაიწყო ეს 2001 წელი იყო თუ არა ვსწრები პირველი სტატია რომ დაიბეჭდა იყო ასეთი რომ იცით რა აი გაგებინების კრიტერიუმი რაზედაც ძალიან ხშირად აპელირებენ როგორც ეს მხარე ასე ვთქვათ ასე მეორე მხარე მათ მიაჩნიათ რომ ეს გაგებინების კრიტერიუმი არ არის ლინგვისტური კრიტერიუმი. რაზედაც ახლა ნაწილობრივ და მე ერთი სტატია მქონდა შემდეგ საპასუხო ასე ვთქვათ გამოქვეყნებული, სადაც მე ვამბობდი რომ კი ბატონო, გაგებინება წმინდა ლინგვისტური კრიტერიუმი არ არის, მაგრამ ეს არის შედეგი იმ ლინგვისტური კრიტერიუმისა, რასაც აი მაგალითად ვთქვათ იგივე ბგერად შესატყვისობა ერთი კონკრეტული სფერო, ფონეტიკა, ფონოლოგიის სფერო არის, არა? მაგრამ ამას გარდა პირადად ჩემი დამოკიდებულება იყო ესეთი რომ ნებისმიერი ამ ენათა ნათესაობის დამტკიცების თუ ვთქვათ ენების გამოყოფის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიძიოთ აი ეს სხვაობების სისტემური სხვაობები და ეს სისტემურობის კრიტერიუმი ვეცადე რომ ასე ვთქვათ შემომეტანა ამ დისკურსში ასე ვთქვათ ყველა დონეზე მორფოლოგიის დონეზე სინტაქსის დონეზე და ერთ ძალიან მარტივი მაგალითი შემიძლია გითხრათ რომ აი როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ სალიტერატურო ენისა და საერთოდ ეროვნული ენისა და დიალექტის მიმართებაზე მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ რომ აი თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე დიალექტი აი სხვადასხვა რაოდენობას გამოყოფენ თქვათ 14, 16, 17 დიალექტების ქართული ენის დიალექტებისა სადაც მაგალითად ბრუნვათა სისტემაში მიუხედავად ფონეტიკური უაღრესად მრავალფეროვნებისა აი მაგალითად სახელობითი ბრუნვის ი შეიძლება იყოს შეიძლება ძალიან ფილოლოგიაში მოწავალთ ხო არა შეიძლება ხო უბრალოდ მე ის თქმა მინდა რომ 7 ბრუნვას ვერ გასცდებით არსებობს ეს 7 ბრუნვა ეს არის ერთი სისტემა ერთიანი უბრალოდ გაძლევს რაღაც ვარიაციებს სხვადასხვა დიალექტში ანუ ეს სისტემა არის მთლიანად აი ამ ყველა დიალექტისთვის და სალიტერატურო ენისათვისაც ერთი. როგორც კი გავდივართ ამ ქართული ენის გარეთ, ასე ვთქვათ და მის მონათესავე, ამაზე ახლა ეცეთ და არც ღირს რა საერთოდ ყურადღების გამოხილვა. აი ნობრივ ნათესაობაზე მეგრულაზური და სვანური არის მონათესავე ენები ერთი ძირიდან წამოსული, ერთი ფუძეენიდან წამოსული და აქ ახლა მე მგონი აქ არც ჩვენ მე მქონდა მოკლე მიმოწერა ბატონ ტარელთან სანამ ამ გადაცემას ვაკეთებდი და ამზადებდით და მან მომწერა რამდენიმე პუნქტი რომელსაც დღევანდელ გადაცემის მანძილზე წარმოვაჩენ ხოლმე და წავიკითხო მით უმეტეს რომ მისგან სხვა წუნება მაქვს რომ ეს გავაკეთო ის წერს რომ არ არსებობს ენისა და დიალექტის გამიჯვნის